ჩვენ მოგიყვებით ნამდვილ ამბავს. ამბავს, სადაც ზღაპრის გმირები რეალურ გმირებად იქცნენ. ამბავს, რომლითაც აგერ უკვე 30 წელზე მეტია ვამაყობთ. ამბავი გმირებზე, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გულებში იქნებიან და რაც მთავარია, მათი სახელები დღემდე მსოფლიო ფეხბურთის თუ არა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ნამდვილად ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. რთულია იკამათო იმაზე, რომ სტატუსითა და პოპულარობით თასების მფლობელთა თასი ჩამორჩებოდა ევროპის ჩემპიონთა თასს. თუმცა მას განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი სენსაციური შედეგი ფიქსირდებოდა, რაც ამ ტურნირს ნეიტრალური გულშემატკივრისთვისაც კი საინტერესოს ხდიდა. თასების მფლობელთა თასში ზოგჯერ ისეთი გუნდები იმარჯვებდნენ, რომლებიც არათუ ფეხბურთის გულშემატკივრებს აკვირვებდნენ, არამედ საკუთარ ისტორიასაც კი წერდნენ. ერთ-ერთი ასეთი გუნდი თბილისის დინამო აღმოჩნდა, რომელმაც 70-იან 80-იან წლებში შეძლო მთლიანი ევროპის გაოცება და ქვეყნის საუკეთესო გუნდებს შორის მოხვედრა. იმ პერიოდში ქართული ფეხბურთი მართლაც ოქროს ხანას განიცდიდა, რაც ბრწყინვალე ფეხბურთელების აღმოჩენასთან ასოცირდებოდა. დინამოს ყავდა ისეთი მოთამაშეები, როგორებიც იყვნენ დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე. სხვადასხვა წელს თითოეული მათგანი საბჭოთა კავშირის საუკეთესო მოთამაშედ იქნა აღიარებული, რაც უდიდესი მიღწევა იყო. საფეხბურთო საზოგადოება ჯერ კიდევ 79-80 წლების სეზონში დარწმუნდა, რომ თბილისის გუნდს ევროპის გაოცება შეეძლო, როდესაც ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე ბობი პეისლის დიდ ლივერპულს შეხვდნენ. იმ დროს წითლები ნამდვილ გრანდად იყვნენ მოვლენილები, რომლებიც რეგულარულად იგებდნენ ინგლისის ჩემპიონატს და ევრო ტურნირებს. რა თქმა უნდა, აშკარა იყო, რომ დინამო აუტსაიდერად ითვლებოდა. თუმცა უკვე პირველ შეხვედრაში ენფილდზე გამოჩნდა, რომ მერსესაიდელებისთვის ადვილი გასეირნება ნამდვილად არ იქნებოდა. ლივერპულმა ის შეხვედრა ანგარიშით 2-1 მოიგო. თუმცა თბილისური გუნდის თამაში ნისლიან ალბიონში რეალური განაცხადი იყო საფეხბურთო საზოგადოებისთვის. საპასუხო მატჩში დინამომ ლივერპულის 3-0 ანგარიშით დაამარცხა, რის შემდეგაც შეცდონება სიამოვნებით შეიცვალა. იმ წლებში ლივერპული ძალიან იშვიათად აგებდა ასე აშკარად. შემდეგ ტურში დინამო ვარსკვლავურ ჰამბურგს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ნოდარ ახალკაცის გუნდი ასპარეს გამოეთიშა, მაგრამ მისი გუნდის პოტენციალი შთამბეჭდავი და იმედის მომცემი იყო. 80-91-იანი წლების სეზონში დინამოელებს UEFA-ს თასზე უნდა მიიღოთ მონაწილეობა, რადგან ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდნენ. თუმცა სრულიად შემთხვევით საერთოდ სხვაგან მოუწიათ ასპარეზობა, რადგან საბჭოთა კავშირის თასის საბოლოო შეხვედრა დინამოსა და შახტარს შორის გადაიდო მოსკოვში ჩატარებული ოლიმპიური თამაშების გამო. ამის გამო საბჭოთა ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა წინასწარ გადაწყვიტეს თასების თასზე თბილისელების გაგზავნა. დინამომ თასების თასთა პირველ ეტაპზე თავისი გზა მთლად დამაჯერებლად ვერ დაიწყო. ძნელია კასტორიას სერიოზული მეტოქე უწოდო, მაგრამ პირველ მატჩში ბერძნებმა მიაღწიეს საბრძოლო შედეგს. ნულოვანი ფრემად აიმედებდა შემდეგ ეტაპზე გასულიყვნენ, თუმცა სენსაცია არ მომხდარა. შინ ახალკაცის შეგირდებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს, ანგარიშით 2-0. მერვედ ფინალურ კენჭისყრაში დინამოს ასევე გაუმართლა. ირლანდიის ოუთფორდი დონით არ აღემატებოდა დინამოს წინამეტოქეს, კასტორიას, ასე რომ ქართველებისთვის მარტივი გასეირნება აღმოჩნდა. სტუმრად დინამოელებმა მინიმალური გამარჯვების შემდეგ თბილისში ირლანდიელებს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და მეოთხედ ფინალური საგზური გაინახდეს. მეოთხედ ფინალში გადასვლა დინამოსთვის მთავარი ამოცანა იყო, რადგან აქამდე ისინი არასდროს გასულან ტურნირის ამ ეტაპამდე. დინამოელების შემდეგი მეტოქე ვესტ ჰემი იყო, რომელიც გადაჭედილი აპტენ პარკის წინაშე უშანსოდ განადგურდა. გზნებარე ინგლისელი გულშემატკივრების მიუხედავად, ახალკაცის შეგირდებს არ ეშინოდათ თამამად თამაშის და გარისკვის. მატჩის 24 წუთზე ცენტრალური მცველი ალექსანდრე ჩივაძე შეტევაზე გადავიდა. მოედანის ნახევარი გადალახა და შესანიშნავი შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. იმედგაცრუებული ლონდონელები გავარდნენ შეტევაში. თუმცა საპასუხო გოლის ნაცვლად მათ კიდევ ერთი გოლი მიიღეს საკუთარ კარში. რეი სტიუარტმა ბურთის მოცილებას სცადა, მაგრამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, რაც გამოიყენა ვლადიმერ გუცაევმა. ის მარტო აღმოჩნდა მეკარის პირისპირ, რის შემდეგაც ადვილად გაგზავნა ბურთი კარში. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა მოახერხეს სხვაობის შემცირება. თუმცა დინამომ მალევე დაამტკიცა, რომ ეს შემთხვევითობა იყო,
ზაურ სვანაძის დარტყმით ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ დამატებაზე შენგელია აღმოჩნდა და ანგარიშის სხვაობა კვლავ გაზარდა. ხოლო 12 წუთის შემდეგ შენგელიამ დუბლი გაიფორმა. მან ყიფიანისგან პასი მიიღო და ანგარიშის საბოლოო გახადა 4-1. ინგლისური პრესა შოკირებული იყო ამ შედეგით, რომლის წყალობითაც საპასუხო შეხვედრა მხოლოდ ფორმალობად იქცა. დიახ, თბილისში ვესტჰემმა დინამოს დამარცხება მოახერხა, თუმცა მინიმალური ანგარიშით. ზოგადად დინამოს სიტუაციას აკონტროლებდა და მშვიდად გავიდა ნახევარფინალში. დინამოს შემდეგი მეტოქე იყო როტერდამის ფეინოორდი, რომელიც ვარსკვლავური მოთამაშეთა სიუხვით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც ძლიერ მეტოქედ ითვლებოდა. ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს როტერდამელებს შეეძლოთ თბილისელებისთვის პრობლემების შექმნა. თუმცა ახალკაცის შეგირდებმა ადვილად გაართვეს თავის საქმეს. მეორე მხრივ, გამარჯვება 3-0 სერიოზულ განაცხადად შეიძლება ჩაგვეთვალა. თუმცა საპასუხო შეხვედრა როტერდამში ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა ქართველებისთვის. გადაჭედილი 50,000-იანი დეკუიპი მხნედ კომაგობდა თავის გულს და წნეხის ქვეშ აგდებდა სტუმრებს. ყოველივე ამან შედეგი გამოიღო. ფეინოორდმა 2 გოლი გაიტანა და შეეძლო გაეთანაბრებინა კიდეც ანგარიში. თუმცა დინამოელებმა გაუძლეს. ამ ყველაფერს მსაჯის არასამართლიანი გადაწყვეტილებებიც დაემატა. როტერდამში მსაჯთა ბრიგადა ყველაფერს შვრებოდა, რომ ფინალში არ გავსულიყავით. ჩვენ გავიტანეთ 3 გოლი, მაგრამ არც ერთი არ ჩაგვითვალეს. მეტოქემ კი მეორე გოლი უსამართლოდ დანიშნული პენალტიდან გაიტანა. ეს იყო ყველაზე სამარცხვინო მსაჯობა ჩემს განვლილ კარიერაში, აცხადებდა დროთა განმავლობაში რამაზ შენგელია. ერთი შეხედვით ფინალში დინამოს მეტოქე განსაკუთრებულად საშიში არ ჩანდა. რთულია კარლცეის გრანდი უწოდო, მაგრამ მეორე მხრივ მათ შეძლეს ისეთი გუნდების დამარცხება, როგორებიც არიან რომა, ვალენსია და ბენფიკა. ამიტომ დაუფასებლობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. თამაშამდე თბილისელთა მეკარემ ოთარ გაბელიამ ფრენის დროს საკუთარი ფორმა დაკარგა და საერთოდ მატჩის წინადღეს უზარმაზარი პასუხისმგებლობის გამო დინამოელთა ფეხბურთელები ნერვიულობდნენ, მაგრამ მოედანზე ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ. თამაშის პირველმა საათმა ჩაიარა ქართველების უპირატესობით. ახალკაცის შეგირდებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა კარლცეის დაცვა, განსაკუთრებით კი მათი მეკარე ჰანს ულრიხ გრაბენტინი საიმედოდ გამოიყურებოდა. გერმანელები იშვიათად უტევდნენ, მაგრამ 63 წუთზე გაათამაშეს კომბინაცია, რომელიც დასრულდა გერხარდ ხოპეს ეფექტური გოლით. შეხვედრის მსვლელობისა და მეტოქის დაცვის უნარიანობის გათვალისწინებით გაჩნდა ეჭვი, რომ დინამო ვერ მოახერხებდა თამაშის შემოტრიალებას. თუმცა დინამოელებმა საპირისპირო დაამტკიცეს. დიდი ნიჭის არსებობის გარდა მათ ძალიან მებრძოლი ხასიათი ჰქონდათ. მალევე მოახერხეს სიტუაციის გამოსწორება. სულ რაღაც 4 წუთში ჰოპეს გოლიდან ბრწყინვალე გარბენი მოახდინა შენგელიამ. შემდგომ გადააგორა ბურთი მარჯვნივ, სადაც იმყოფებოდა ვლადიმერ გუცაევი. ფორვარდმა გადაწყვიტა გაესროლა ახლო კუთხეში, რითაც დააბნია გრაბენტინი. ანგარიშის გათანაბრებისთანავე დინამომ გააგრძელა შეტევები. როდესაც ყველა ხვდებოდა, რომ ოვერტაიმი გარდაუვალი იყო, თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე დარასელიამ შედევრი შექმნა. მან ბრწყინვალე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა ერთი მცველი, სხვა მცველები კი უბრალოდ მიწაზე დააწვინა, რის შემდეგაც ძლიერი დარტყმით გაგზავნა ბურთი კარის ბადეში. 2-1 და კარლცეის უბრალოდ დრო აღარ დარჩა. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი საქართველოს ისტორიაში. ასე მონათლა დავით ყიფიანმა ვიტალი დარასელიას საუკუნის გოლი.